თავად კომისია რატომ შეიქმნა? ხო, იმავე ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი რეპრესიული მანქანა რეჟიმის პირობებში. როცა ჩვენ ყველა გამარჯვებული პროდასალური პარტიები ერთხმად ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს რეჟიმთან, როცა მედია, რომელიც ობიექტურია ამ შემთხვევაში, აცხადებს, რომ ეს არის რეჟიმი. როდესაც ჩვენი პარტნიორებისთვის საქმე გვაქვს რეჟიმთან, რეჟიმს უბრალოდ სხვა მექანიზმები არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ მან აამოქმედოს და მაქსიმალურად განახორციელოს რეპრესიები იმ პირთა მიმართ, ვინც მას ისეთ ცხოვრებაში უშლის ხელს, როგორი შექმნაც უნდა ქვეყანაში, როგორი წესრიგის დამყარებაც უნდა. როგორი წესრიგის დამყარება უნდა რეალურად ამ რუსულ რეჟიმს, იმიტომ რომ სხვას უბრალოდ ვერ ვუწოდებთ ქართულ ოცნებას დღეს, იმიტომ რომ ძალიან გავს ის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება რუსეთის მაგალითს და პირდაპირ ანალოგიებად შეგვიძლია განვიხილოთ, როცა ამის დრო გვექნება და რეალურად აი კომისიით დავიწყეთ ხო საუბარი. კომისიაც ერთ-ერთი ინსტრუმენტად აქცია მან ამ თავის მრავალწლიან ყოფაში, იმიტომ რომ უკვე ეს ხომ არ დაწყებულა დღეს, არ დაწყებულა გუშინ, ხომ რეჟიმის მარწუხები ნელ-ნელა, მაგრამ კაფიო გახდა გარკვეული წლების განმავლობაში და ჩვენ დღეს მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც უკვე რეჟიმი აღარც მალავს თავის დამოკიდებულებას, ხომ? არ მალავს, მან დაკარგა ფაქტობრივად თელესოფლიოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები და ნებისმიერი დასავლელი ლიდერის რაღაც ღიმილიც კი მისთვის არის, ვთქვათ, ქართულ ხალხთან უნდა უბრალოდ გაყიდოს ისე, თითქოს ეს არის კეთილგანწყობა. ჩვენ ვნახეთ კობახიძის სასოწარკვეთილი წერილი. ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში ბევრი გამოხმაურება, რომელიც თითქოს და მათ რაღაცა პროევროპულობისკენ მინიშნებებს აკეთებდა, მაგრამ ცხადია, ამავდროულად ხედავთ იმას, რომ არ არსებობს არც ერთი პროდასავლური ძალა, პარტნიორი სახელმწიფო, რომელმაც ამ რეჟიმს რაიმე სახის ლეგიტიმაცია მიანიჭა. და ეხლა ვუბრუნდები იმ საკითხს, რასაც თქვენ ბრძანებდით ბატონ გიორგისთან საუბრისას, რატომ იყო ეს ლეგიტიმაციის ნაწილი კომისიაზე მისვლა არ მისვლა, ხო? როცა თვით ლეგიტიმაციის საკითხი არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარედან პარტნიორების მხრიდან არ მინიჭებია ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელიც რეალურად რუსული რეჟიმია, ამ დროს მის რაღაც, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად გაუგებარ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე მისვლა ბუნებრივია, მას გარკვეულ წონას ანიჭებს პოლიტიკოსის მხრიდან და იძლევა და ბადებს უბრალოდ კითხვის ნიშნებს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ამიტომ რეჟიმს არ უნდა დაუტოვო არც ერთი შანსი იმისა, რომ მან რაღაც ეპიზოდზე მაინც მიიჩნიოს თავი ლეგიტიმურად. გამოიყენოს. ეს არის რამე ვიკითხე მორალურად, მე აბსოლუტურად მესმისაზე თქვენ საუბრობთ, მაგრამ აი მორალური პოლიტიკური თვალსაზრისით არ გულისხმობ, აი მაგალითად როგორ შეიძლება რეჟიმმა გამოიყენოს, ვის შეიძლება უთხრას, რომ აი მე მაღიარეს, აი მოვიდნენ და მე მაღიარეს როგორც ხელისუფლება, აი მე მყავს ოპოზიცია, რომელიც მაღიარებს მე როგორ, აი ამ პროცესის გაგრძელება მინდა დავინახო, აი სად ვნახეთ ჩვენ ეს, აი ეს მაინტერესებს. ძალიან ცუდია, რომ არ არიან ამ პარტიის წევრები, აქ მე მქონდა მცდელობა, ამიტომ მიწევს ახლა მათ ნაცვლად გკითხოთ. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ რაღაც მორალური გასჯის საგანია ეს, აბსოლუტურად რაციონალურად შეიძლება ამ საკითხზე საუბარი. პირველი რომ გარკვეული შეთანხმება დაირღვა, რომელიც უკვე არსებობდა, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი აღნიშნულ კომისიას გამოცხადებასთან დაკავშირებით და ეს შეთანხმება მიღწეული იყო და შემდგომ ჩვენ კონკრეტულად ამ შემთხვევაში იმ პარტიას გულისხმობ, რომელსაც თქვენ გულისხმობთ ის გამოცხადდა კომისიაზე, მაგრამ ნუ შემდგომ ეს უკვე აიხსნა გარკვეულწილად იმით, რომ ანუ თითქოს ეს არ იყო პარტიის ერთიანი გადაწყვეტილება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ნახეთ, როდესაც ჩვენ გამარჯვებულმა პარტიებმა უარი ვთქვით, სწორედ იმიტომ, რომ პროდასავლელები ვართ და იმიტომ, რომ არაფერში არ გსურს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა, უარი ვთქვით ერთი მხრივ მანდატებზე, მეორე მხრივ აი ამ რაღაც დაფინანსებაზე, ხო? აქვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვიქნებით კაფიოები, თანმიმდევრეულები, პრინციპულები რეჟიმთან ბრძოლაში, ხო?
თუ ჩვენ საუბრობთ რომ არ თანამშრომლობთ არც ერთი ასე ვთქვათ ხაზით და არანაირი მასშტაბით რუსულ რეჟიმთან ამ შემთხვევაში ამ კომისიაზე მისვლა იქნება ეს თუ სხვა პროცესები იქნება ბუნებრივია რომ ყველაფერში უნდა იყოს თანმიმდევრული და მართალი. არ შეიძლება ნახევრად სიმართლეს უჭერდე მხარს, არ შეიძლება ამბობდე რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ამავდროულად წულუკიანთან მიდიოდე და პასუხებს იძლეოდე კითხვებზე, იმიტომ რომ ზუსტად იგივე წულუკიას არალეგიტიმურობის გამო არ აქვს ის უფლებამოსილება, რომ მან გაგისვას ბატონო, ახლა შორის აი მშობელი ერთ-ერთი არ ვიტყვი ხა ვინ წერს რომ აი რასაც ლევანი საუბრობს, რომ რაღაცა გაუგებრობა იყო აი ამ წერილის გავრცელების ამბავში, არის მართლა ძალიან საინტერესო, ხვალ ალბათ უფრო მეტი სიცხადე იქნება ამ ნაწილში. ნინო, მე მინდა რომ აი ბოლო რეზუმე უნდა გავაკეთო და უნდა დავასრულოთ მალე გადაცემა. რა არის თქვენი პარტიის პოზიცია? მე პრინციპში ვიცი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლოს მაინც მინდა საუბარი დავასრულო ნიკა გვარამიას კონკრეტულად ნიკა გვარამიაზე, იმიტომ რომ პრინციპში ეს ის არის, რაც მან უნდა გამოიაროს, რასაც გადის გირჩი ზურა ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ბატონო? იგივე ელის მელიას. იგივე ელის და ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი სასამართლო პროცესი, იმიტომ რომ ის ამბობდა, რომ ეს საქმე ითვალისწინებს ადმინისტრაციულს ასევე, მაგრამ ნუ როგორც მოსალოდნელი იყო, სისხლით დატოვეს. დღევანდელი სასამართლო პროცესი მე ჩემი პროფესიით პედაგოგი ვარ და ცოტა სხვა რაკურსითაც შევხედე იყო საინტერესო არა მხოლოდ იმიტომ რომ აშკარად სამართალი რომელ მხარეს დგას ეს ჩანდა არამედ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო სხვა გაგებითაც მართლა სახელმძღვანელოებში შესატანი кейსი იქნება ალბათ მომავალში როდესაც ამის დრო დადგება და დიახ ნაცვლად იმისა რომ ამ შემთხვევაში ებსჯელა სასამართლოს იმაზე რომ ეს ადმინისტრაციულია და არა სისხლის სამართლის საკითხი საბოლოო ჯამში მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო და არსებით განხილვაზე გადაიტანა. ორი რამ მოეთხოვებოდათ დღეს სასამართლო დარბაზში, ჩემი აზრით, ეს იყო გააზრება იმისა, რაზეც ნიკა გვარამია და მისი ადვოკატები საუბრობდნენ და კეთილსინდისიერება. ეს ტესტი ნამდვილად ვერ ჩააბარა დღეს პროკურატურამ განსაკუთრებით. ვფიქრობ, რომ მოსამართლემ ძალიან კარგადაც გაიაზრა, მაგრამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. აი პროკურატურის მხარეს საერთოდ სიმართლე გითხრათ, აი ესეთი არაკომპეტენტურობა და რაღაცით მომაგონა ისევ ჩემ პროფესიას დაუკავშირებ, აი პიზას კვლევის შედეგებში, რაზეც გვაქვს ხოლმე ეს შეშფოთება, აი დაახლოებით ამას გავდა. დიახ, ამ შემთხვევაში მოსმენილის გააზრებაზე უფრო იყო, რადგან სასამართლო პროცესი იყო. ანუ რისი თქვა მინდა, ნახეთ, ჩვენ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ჩვენს კოალიციას რეალურად 3 ლიდერის პატიმრობის რისკი უდგება რაღაცა დღეების ინტერვალით, ხო? მიუხედავად ამისა, ლიდერების პოზიცია იგივე გადახდასთან დაკავშირებით, იგივე ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით არის ძალიან პრინციპული და ძალიან შეუვალი. ამ შემთხვევაში მე არ შევდივარ ნამდვილად იმის გასჯაში, რომელი პოლიტიკური ლიდერი რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, იმიტომ რომ მართლა პერსონალური საკითხია ეს და მათი პირადი გადაწყვეტილების საკითხია მომავალში ბრძოლას როგორ გირაოსაც აუგებარია მისვლასა და გირაოს გადახდას შორის რა განსხვავება, ანუ უნდა ვთქვა ეს, იმიტომ რომ მაგალითად თუ კი ლეგიტიმაციას ვაძლევთ, როგორც თქვენ ამბობთ, მისვლით, გირაოს გადახდით, რატო არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას, ეს საკითხი არის ჩემთვის. სასამართლოზე გამოცხადებით მაშინ, აი სადაც გირაო უნდა შეგიფარდონ, რა განსხვავება? ხო და თუ არ აღიარეთ, მაშინ სასამართლოზე არ უნდა მიხდით, ხო? რა განსხვავება, გიორგი? მე გითხარით რომ არ მიმაჩნია რომ ეს ფაფშია მოსახარში. სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრობთ, ხო? მაგალითად ესენი არ მოსამართლეები მურუსიძე არის ჩვენ მაინც მიზანზე ვართ ორიენტირებული და არ მინდა ანგაშჯაში მოსამართლეს ვუხდით გირაოს მაშინ ასე გამოდის ამიტომ ეს მე შეიძლება თქვენ გეთანხმებოდათ მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს კითხვა ალბათ ექნებოდათ აქ ადამიანებს კი ბატონო ბოდიში აი იგივე ადგილობრივ თვითმმართველობაზე უბრალოდ ნახეთ ყოველი ჩვენგანი საუბრობს პოლიტიკურ პატიმრებზე ჩემი დიდი პატივისცემა მათ და განსაკუთრებული სიყვარული ჩემს მეგობარს საბას ხვიტარიძეს მინდა მივმართო რომ ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში რომელშიც შენ არ დაგვიტოვე ფაქტობრივად პატიმრობა შენი პატიმრობით იბრძვი უკვე ჩვენ ვართ
კვლავ იმ პრინციპების და იმ იდეალების ერთგული, როგორადაც გვიცნობდა, ვიქნებით შეუვალი. ამის თქმა მინდა მისთვის მიუხედავად იმისა, როგორ გადაწყდება როგორ გადაწყდება ჩვენი ლიდერების ბედი და მე ვარაუდობ ამ შემთხვევაში რომ პატიმრობა უნდა გამოიყენოს ისევ იგივე არგუმენტით რომ რეჟიმთან გვაქვს საქმე ჩვენ არ გვაქვს გზა სხვა გარდა ბრძოლისა რა იქნება შემდგომ იქნება ისევ არ თანამშრომლობა სიჯიუტე ჩვენი რა თქმა უნდა კიდევ უფრო შეიძლება კონსოლიდაცია მიზნის ირგვლივ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ წარმოუდგენელია ყველაფერში ხომ ერთ აზრზე ვიყოთ და ძალიან ცუდიც იქნება ეს მაგრამ ჩვენთვის იმდენად ნათელია რა არის მიზანი და მიზანი საბოლოო ჯამში უფრო დიდია ვიდრე ხვალინდელი დღე იმიტომ რომ ის პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ევროპულ მომავალს რომ ჩვენ დარწმუნებული ვარ რომ ამ მიზნისკენ საბოლოო ჯამში ძალების კონსოლიდაციას შევძლებთ აი ერთი რამ მინდა თქვა ნახეთ დღეს იყო მე-12 კლასების ბოლო ზარი და იწყებენ ახალ ცხოვრებას, რაც რა თქმა უნდა ვულოცავ, მაგრამ ჩვენ თუ ჩვენს მიზანს ვერ მივაღწევთ, ეს თაობა ამ ქვეყანაში ფიზიკურად ვერ გაჩერდება, იმიტომ რომ თუ ჩვენ რეჟიმს არ დავამარცხებთ, რასაც მე არ ვუშვებ, თუ ეს არ მოხდება, ეს ბავშვები, რომლებიც მართლა თავისუფლების შვილები არიან, თავისუფალი ქვეყნის შვილები არიან, უბრალოდ ფიზიკურად ვერ გადარჩებიან აქ და გაზრდიან იმ ემიგრანტების რიცხვს, რომელიც წლიდან წლამდე კიდევ უფრო იზრდება.